ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იმდენად არის მოცლილი, რომ უკვე ალაპარაკდა გაასაჯაროოს ფაილები უცხოპლანეტელების შესახებ, რითიც სავარაუდოდ გადაფარავენ ეპშტეინის ფაილებს, რითიც გადაფარავენ მომავალ ირანში არსებულ სამხედრო ოპერაციას, რითიც გადაფარავენ ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, რითიც ახლა საზოგადოება სპეკულიანტობს და საზოგადოების მთელი ინტერესია იქეთ მიმართული. მეგობრებო, დონალდ ტრამპი გამოვიდა რამოდენიმე დღის წინ და თქვა, რომ რა ფაილებიც არის დაფარული ამჟამად შეერთებული შტატების მიერ, რომ ყველაფერს ავხდი ფარდასო და გამოაქვეყნებ უცხოპლანეტელების საიდუმლო მასალებსო. ნუ ეხა ეს სარკასტულად ჟღერს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რავი ეხა თქვენ გჯერათ აი ესეთი არსებების მართლა მაინტერესებს. რომლებიც მილიარდობით კილომეტრს გადიან და რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში გადაადგილდებიან და ტიპები ან ვითარებენ, წარმოიდგინეთ სინათლის სიჩქარეს და თურმე 1964 წელს შემთხვევით ჩამოვარდნენ და ინტერვიუს კი ჩაწერეს ადამიანებთან. ნუ ამ ვიდეოს ახლა მე თლად სერიოზულად არ შევაფასებ, მაგრამ პოლიტიკური კუთხით კარგ ანალიზს გავაკეთებ ამის მიმართ, რატო ცდილობს ამერიკა რომ გადაფაროს ახლა ეგრეთ წოდებული უცხოპლანეტელების ფაილებით ის სხვა აქტუალური საკითხები, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და მოდი გადავიდეთ და განვიხილოთ ეს თემა. Barack Obama said that aliens are real. Have you seen any evidence of non-human visitors? ბარაკ ობამამ თქვაო, რომ უცხოპლანეტელები არის რეალობაო. ეხლა თუ ბარაკ ობამამ თქვა, მეც მიჩერა, რა თქმა უნდა, და ანუ შენ გჯერაო, რომ არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები არსებობენო საერთოდ. Well, he gave classified information. He's not supposed to be doing that. მანო classified information არის, ანუ საიდუმლო ინფორმაცია გასცაო რა, ესე რომ ვთქვათ და ეს არ უნდა გაეკეთებინაო. So aliens are real. და უცხოპლანეტელები რეალურიაო? Well, I don't know if they're მე არ ვიციო. რომ სიყოს მე ვერ გეტყვიო. He's not supposed to be doing that. და ეს არ უნდა გაეკეთებინაო. He made a big mistake. მან დიდი შეცდომა დაუშვა ამითო. He took it out of classified information. No, I don't have an opinion on it. I never მე არ მაქვს არანაირი აზრი ამასთან მიმართებაში. think about it. არც მისაუბრიო. ბევრ ადამიანს ჯერაო. ბევრ ადამიანს წამსო. Do you believe it, Peter? შენ გჯერაო, პიტერო? Well, if the president can declassify any აი კარონი ლევიტი სიცილით კვდება უკან თუ დააკვირდებით, აი ტრამპის უკან. ხო, ნუ სასაცილოა მართლა, რომ ეხა ეპშტეინის ფაილები დამხელა პრინცი ენდრიუ დაიჭირეს, რომელიც ნახევარსაათში განთავისუფლეს. პედოფილების ზიან ეხა შეერთებული შტატების მთავრობაში ამჟამად და რა ვიცი, მათ შორის ოპოზიციაში და რავი უცხოპლანეტელებიო, აი ამებზე გელაპარაკებთ. აქცინიან უბრალოდ რა. thing that he wants to. So Well, if maybe you I'll want to get him make out an of trouble. announcement, I may get him out of trouble by declassifying. Barack ეხა მოდი მეორე. UFO enthusiasts are over the moon with President Trump, who has ordered the Pentagon and other government agencies ანუ პენტაგონმა უნდა გაასაჯაროს, რომ პენტაგონმა იცის უცხოპლანეტელების შესახებ რა, საიდუმლო ინფორმაცია, მაგრამ თურმე ეხა მე სოფლიოში არსებულ ყველაზე ძლიერ სამხელოვნურ ინტელექტს ვკითხებ. ChatGPT-ს, Grok-ს და Genuine ის რო არის, რა ქვია, Google-ის ხელოვნური ინტელექტი. უცხოპლანეტელების არსებობის ოფიციალური დამადასტურებელი ერთი ფაქტი მითხარი. მეუბნები ინტელექტს, კაი, მე არ მჯერა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რავი მჯერა რომ ღმერთმა მხოლოდ ჩვენთან შექმნა სიცოცხლე. ოფიციალურად არა, დღემდე არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტი, რომ უცხოპლანეტელები, ანუ გონიერი ან სხვა ტიპის არსებები ნამდვილად არსებობენ. მოდი დეტალურად აგიხსნი. რატომ ამბობს ოფიციალური მეცნიერება? არც ერთ ქვეყანას, მათ შორის არც NASA-ს, Pentagon-ს და ESA-ს არ გამოუქვეყნებია მტკიცებულება, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ. არ არსებობს დამადასტურებელი სხეულის, სიგნალი, ბიოლოგიური ნიმუში ან კონტაქტი ჩვენთან. ეს არის ოფიციალური მტკიცებულება, ანუ რომ აქამდე გაკეთებული ყველანაირი სახის მაგალითად მტკიცება, ვერსია, კონტრიბუცია რაც არსებობს, არის ტყუილებზე დაფუძნებული. გავაგრძელოთ და აგიხსენთ ყველაფერს დეტალურად, რატო ცდილობენ ახლა აი ამ ფაილებით გადაგიფარონ სხვა უფრო საინტერესო და უფრო დამამძიმებელი კრიმინალური დანაშაულებები. to release files related to flying saucers, UAPs, and alien life. It comes after former President აი ბავშვობიდან არ ჩეროდა, ანუ მართლა არასდროს არ ჩეროდა არასდროს ცხოვრებაში და ეს სხვათა შორის აი ეს თემატიკა, ეს უცხოპლანეტელები არის აი როგორი ხალხისთვის საინტერესო, იცით? აი მოდივად კოსმოსში რო იყურებიან ახლა და აი მილიარდობით გალაქტიკა, ეს სხვათა შორის იმან თქვა, Grok-მა თქვა ეგ რო აპელირება მიდის იმით, რომ აი მილიარდობით გალაქტიკა, უამრავი შავი ხვრელი, ბნელი მატერია,
იქ სადღაც სიცოცხლეც არის ხალხნო შორს, იმიტომ რომ მარტონი ხო არ ვართ, ანუ ეს მარტოობა რომანტიულად ცოტა არ ჟღერს და ვიღაცა რო სადღაც არსებობს ძალიან შორს ის უფრო რომანტიული არა და ეს ზირთადო ფსევდომეცნიერული მე მეძახიან კონსპიროლოგს ეხლა და ტიპებს რეიბიჯერა მე კაი ფაქტებზე დადასტურებული რაღაცების მაინჯერა მაგრამ ტიპებს რისიჯერად ეხლა მე თქვენ განახებთ ანუ გაგიჟდებით აი ამას უსმინეთ ეხლა აი ამას მითქიცება რომ ეს არის რეალური ანუ 1964 წელს როზველის ინციდენტია სავარაუდოდ ეს ცნობილი მექსიკაში რო რაღაცა ამოუცნობი ფრინოვი ხომალდი დაეცაო და ინტერვიუ ბიჭო ჩაწერესო ვითომ უცხოპლანეტელებთანო და უცხოპლანეტელს თავი როგორ უდევს შე დააკვირდით და თურმე ეუნება რომ ადამიანებო 60 წლის მერე ხელოვნური ინტელექტი გამოვა და იმის გეშინოდეთ აი სასაცილოა artificial intelligence რა გამართული ინგლისურით საუბრობს თან ანუ და ამას ახლა ასაღებენ რომ ეს არის რეალური კადრები და ამას ხალხი ჯერა რომ ახლა ამას რო უყურებენ აი მართლა უცხოპლანეტელი ინტერვიუ უშედი თორმე და თავი ესე უტევს რა გადმოწია artificial intelligence შეგახსენებთ რომ ეს არის დაახლოებით დამონტაჟებული 2000-იან წლებში და მაშინდელ დღეს ხო მარტივია გააყალბო ყველაფერი მაგრამ მაშინ რთული იყო მაგრამ მაშინ უფრო იჯერებდა კაცობრიობა ყველანაირი სახით გავს ვიდეოს აი ჰაერში გადაღებულ რაღაც ვიდეოებს სურათებს რაღაც ამოცნობ ფინალები ობიექტები არამიწერი კონტაქტები და ეჯერათ რომ აი რაღაცა ჰაერში გაიფრინე ჩინეთის საიდუმლო რაღაცა იარაღი ან ჩინეთის საიდუმლო თვითფრინავი იყო რაღაცა ამათ ჯერათ რომ ეს ფრინავი რაღაცა ცხეული არის რაღაცა არამიწიერი სიცოცხლე რომელიც მოფრინდა 300,000 რავი 300 galaktikიდან იქით და აი აქ ადამიანებს აყვირდება ბიჭო აგერ 29 წლის გავხდი და რავი მე ყველანაირ დასკვნა უკვე 18 წლის ასაკში მქონდა ადამიანზე გამოტანილი უკვე და რა ვერ დაგვაკვირდა რა ვერ შეგვისწავლა იმ უცხოპლანეტელმა იმ დალოცვილმა თუ ამდე კილომეტრს გადის რა ვიცი და ესე ჩაუვარდათ სინათლის სიჩქარეს არ ვითარებს სხეული და უვარდებათ ხელში პენტაგონს თან ამერიკულ ჰაერში იმენამან უვარდებათ თან პლუს დამატებული ინტერვიუსაც ართმევს ბიჭო და ამას ეხა ჯერათ ხალხო რომ ანუ ესაუბედრო რომ ამის ეხა ჯერათ მართლა ალ ტიპმა ჩამოართა სრულმა ასაბიანი ხა კომპიუტერულ ტექნიკაზე ხელოვნურ ინტელექტზე აქ თავი გაწევა ვითომ დაიძინა wake up ანუ თქვენ ანუ ვითომ ხელოვნური ინტელექტია თქვენ როგორც კაცობრიობის ცედა გასრულებთო რა აი უბრალოდ ხალხნო მოდი ხა კაი გვეყო ეს მაიმუნობა და მოდი ხა ავიღოთ რეალური არგუმენტი რატოც გონია რომ ხა ტრამპი ცდილობს რომ აპელირება გააგრძელოს აი ამ არსებებით და გითხრათ რომ და გადაფაროს ეპშტაინის ფაილები და სხვა კრიმინალური საქმეები რომელიც ხა თაროზეა შემოდებული ჩვენ ყავს აშკარა ეჭმიტანელები აშკარად ადამიანები დაკავებულები იყვნენ სატანური რიტუალებით პედოფილიით ყველანაირი სახის გარყვნილი სექსუალური ორგიებით მათ შორის სისხლის დალევები რაღაცა რაღაც თელი ამბები აქვს და ტიპი გამოდის ახლა აგერ აი რამოდენიმე დღის წინ პრინცი ენდრიუ დაიჭირა ბრიტანეთმა და 9 საათში იმ საღამოს გაანთავისუფლა რომელიც მხილებული არის ოფიციალური სურათი ხალხმა არსებობს აი ყოველგვარი ხელოვნური ინტელექტის გარეშე რომელიც ეპშტაინის თვითონ ეპშტაინის ფაილებში ყველაზე მეტ ფიგურირებს საუბარი მაქვს დღევანდელი ბეფეს ჩარლზ მესამის ძმაზე ტიპი ეხუტება ბავს ანუ პედოფილი გამოყავთ ციხიდან ბრიტანეთის იმაზე მაქვს პრინცეს საუბარი. პრინცი ენდრიუ. ესენი რო გადაფარონ იქ ბილ კლინტონები, იქ ჯექსონების ამბები, იქ სპეისები და მთელი ამბები ამ დროს გამოყავ და ესენი ხალხნო აბა მიდით უცხოპლანეტელების ინფორმაცია უნდა მოგოწოდოთ კონსპიროლოგებო. დატყვით აბა ესეთი დიდი თვალები აქვთ თუ არა უცხოპლანეტელებს აბა. იცით ხალხნო ისენი სინათლის სიჩქარეს არ ვითარებენ. ძალიან ძლიერები არიან, გვაფრთხილებენ ხელოვნური ინტელექტი დაგასრულებს, გაგანადგურებს.
ისინი ან ვითარებენ ყველანაირ და ფლობენ ყველანაირ მაღალ ტექნოლოგიას და თურმე ჩვენ ამერიკის პენტაგონს 64 წელს ქონა იმის ტრაკი რომ ჩამოგვეგდო ეს თვითფრინავი ბოდიშით არამიწიერი ხომალდი და დაგვეკითხა უცხო პლანეტელი. აბა რას ფიქრობ, როგორ მოგწონს დღევანდელი ამერიკის მთავრობა? აი ამ ბლეფებს აჭმევენ ხალხს და ეს ხალხი იჯერებს. ამერიკაში ხო არის კონსპიროლოგების ორი ნაწილი. ეხლა კონსპირაცია რითი შედგება ეხლა ესა ძალიან საინტერესო ნახეთ. მე რომ მიწოდებენ რომ ხარ კონსპიროლოგიო, ანუ მეუნებიან იმაზე რომ რატო ჯერა მაგალითად სოფლიო ოჯახური ელიტების, რომელზედაც მაქვს, აი შემიძლია 12 საათი შეუჩერებლივ ვისაუბრო. თითოეულ ოჯახზე, მათ გავლენებზე, მათ საქმიანობებზე, რაც არის რეალური, ანუ მან და არაფერი არ არის კონსპირაციული. არის მეორე ბნელი მხარე კონსპირაციის. არის ბრტყელი დედამიწელები, რომელსაც ჯერათ რომ დედამიწა არის ბრტყელი. არსებობენ ადამიანები, რომელსაც ჯერათ მაგალითად რომ დედამიწა სპილოზე დგას მაგალითად. ასევე არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჯერათ რომ ასევე უცხო პლანეტელები მაგალითად. და ანუ მრავალი მიმდინარეობა შექმნილ და რახან ეხა მე მჯერა რომ ებრაელები მართავენ სამყაროს, რაც ფაქტია. და სხვადასხვა ძალიან საინტერესო მიმი გავაკეთე ამას წინათ. აი უცხო პლანეტელები რომ მართლა არსებობდნენ, დაუშვათ ეხლა რომ ყველა მართალია რა, ანუ აბსოლუტურად მე ვცდები, შეიძლება რატომაც არა ეხლა რა, დაუშვათ უცხო პლანეტელები არსებობენ ეხლა. და გადაწყვიტეს, აი დააკვირდნენ ადამიანებს და ვიხდე რომ ადამიანები არიან ვიგოდნიკი არსებები. ძალაუფლების მოყარე, ომობენ, ხოცავენ ერთმანეთს, რავი, ფულისთვის ყველაფერს აკეთებენ, კორუმპირებულები არიან ადამიანები. და გადაწყვიტეს ჩვენ პლანეტას მოუწყონ ვარსკვლავური ომი, ანუ განადგურება დაგვიპირონ. აი ძალიან მაინტერესებს, ვინ უნდა დაგვიცვას, როგორც პლანეტა. მე ესეთი მიმი გავაკეთე ძალიან საინტერესო, რომ ვარსკვლავური ომები რო დაიწყოს, მთელი სოფლიო, ანუ ადამიანები, მთელი კაცობრიობის ვართ დამოკიდებულნი ებრაელებზე. ანუ მართლა სერიოზულად ვამბობ და ეს პირიქით კომპლიმენტია სერიოზულად. რატო ეხა ებრაელებზე რატო? ანუ ებრაელები არიან კინოში, ებრაელები არიან სხვადასხვა კომპანიებში, ებრაელები არიან კორპორაციებში, ებრაელები არიან მილიტარის, ყველგან აბსოლუტურად, იქ ამერიკის მთავრობაში. ანუ მთელი პლანეტის ადამიანები დამოკიდებულები ვართ მათზე, რომ გადაგვარჩინონ. და უცხო პლანეტელი რომ მოვა და რო კითხავს, რომ დედამიწელებო, მითხარით თქვენი დედაქალაქი. აი რა ვის უნდა ველაპარაკოთ ეხლა ხო? აი მოვიდე იმა რა იცი ხა საქართველო, ამერიკა, რუსეთი რა იცის ხო? აი მე რას ვეთყოდი ხარ გაინტერესებთ? მე ვეთყოდი რომ დედაქალაქი არის თელ-ავივი. ისრაელი არის ამ სამყაროს ამ დედამიწის დედაქალაქი არის ისრაელი, ანუ ამ პლანეტის, ანუ რასაც სფეროსებრივი ის ეწოდება, გეოდის ფორმა როგორცაც ამას უძველესი მეცნიერები უწოდებდნენ, წადი თელ-ავივში და დაელაპარაკეთ მათ. ჩვენ არავინ კითხავს ჩვეულებრივ ადამიანებს. ბოლო 200 წლის განმავლობაში რაც ხდება, ისინი წვიტავენ მეინსტრიმ ისტორიას, როგორ იქნებოდა როთშილდებიდან დაწყებული დღემდე ხა და ანუ მართლა გადაობა არის, ანუ ყოველგვარი გადაობის გარეშე ომი რო დაიწყოს, აი რაღაცა დიდებული ვარსკვლავური ომები, მთელი კაცობრიობა ვართ ებრაელებზე დამოკიდებულები და აი უნდა მე მჯერა რომ ებრაელები უცხო პლანეტელებს აჭობებენ. იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი გამოცდილება აქვს პლანეტაზე დაგროვილი უკვე, ძალიან იჭიერი ხალხია, ბევრი რამე შეუძლიათ. და რავი დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ, ვინ მოუგებს ამობს, ებრაელები თუ უცხო პლანეტელები? მე ებრაელები მგონია, იმიტომ რომ მართლა ჭკვიანები არიან და არ მგონია უცხო პლანეტელები ეგეთი განვითარებულები იყვნენ და არ მგონია უცხო პლანეტელები ყოველთვის მოქმედებდნენ სხვისი ხელით. რაშიც პროფესიონალები არიან ძმაო. ეს მართლა დიდი კომპლიმენტია რეალურად, ეს არ არის რამე ისეთი, არ მითქვი, ანუ კომპლიმენტია რეალურად, რესპექტ, პატივისცემა. უნდა იღადაო რაღაცებზე, იმიტომ რომ რაღაცები სერიოზულად აღარ უნდა შეაფასო. ხო და ეხლა უყურეთ რა ხდება მეგობრებო რა. მე არასდროს არ ვჯერავდა უცხო პლანეტელების სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ანუ ეს რწმენას საკითხი ხა რავი, რითი დაგიმტკისო რომ არ არსებობს. მე არ ჯერა უბრალოდ, იმიტომ რომ ეხლა მე მჯერა ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მე არ ვამბობ რომ ბიბლია ამტკიცებს რომ მხოლოდ აქ არის უეჭველი და რავი გამორიცხავს აბსოლუტურად სხვაგან რაღაცა ამოუცნობ და ფრინავ ობიექტებს, რაღა არამიწიერ არსებობს. მე არ ვამბობ მაგას, მაგრამ მე მჯერა უბრალოდ რომ მხოლოდ ამ პლანეტაზე შეიქმნა სიცოცხლე. მე ამის მჯერა, ამის წამს მორწმუნე ვარ ამ საკითხში. ხა მე ვერანაირ ემპირიულ მტკიცებულობას ვერ წამოგიყენებ. ხა რავი შავხრელში რა ხდება და ბნელი მატერიები და ეგენი ზოგადად არ ვარ დაინტერესებული, სიმართლე გითხრათ, კოსმოსი დიდად არ მაინტერესებს. მაგრამ ძალიან ლამაზია და ძალიან საინტერესოა თავისი ესთეტიკური მნიშვნელობით, მაგრამ რატომღაც დედამიწაც მყოფნი ჩემი ინტერესის ფარგლებში რომ შემოვიფარგლო და თუ უფრო მეტი მაინტერესებს, უფრო მეტაფიზიკით უფრო ვარ დაინტერესებული, ვიდრე მაგალითად კოსმოსით, იმიტომ რომ რავი ხა ილონ მასკი გამოვიდა ჩემთვის ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა პლანეტაზე და თქვა რომ უცხო პლანეტელები რო არსებობდნენ პირველი გვეცოდინებოდა ჩვენ. რადგან ილონ მასკის შატლები და ისინი ტესლა რო გაუშვა კოსმოსში, დღემდე იღებს იქინა სიგნალს და რავი არსად არ უპოვია არაფერი ამოუცნობი რაღაც ისინი. ეხა იყო აპელირებები ბევრჯერ კეთდება ისტორიაში რომ ნიკოლა ტესლა იღებდა რაღაცა კონტაქტებს სხვა პლანეტიდან. შეიძლება არ ვიცი ხალხო, ეხა მე ხო გეუბნები ამ ყველაფერს ვაკეთებ
იუმორისტულად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერსი თავიდან ბოლომდე სუბიექტური ვარ, ეს პირადად ჩემი აზრია, ანუ არავის არ გახოთ და ისი არ მიიღოთ, რომ ეხა მე რახან ჩემი აზრებს იზიარებთ, რომ აუცილებლად არ გჯეროდეთ უცხოპლანეტელს, გჯეროდეთ, ბევრ ჩემს მეგობარს ჯერა უცხოპლანეტელს. მე არ ვარ ამით დაინტერესებული, რომ მე რატომ ეპარება და სკეპტიკურად რატო უყურებ ამ საკითხს ახლა. აი სულ დავანებოთ, რომ ხა ტრამპი აპელირებს იმით, რომ ეპშტაინის ფაილების გადამალვა უნდა და გამოვიდა, ეხა მოდით, აბა გადმოუგდებს ხალხ თემას, აი ხალხნო უცხოპლანეტელები მედიტირებენ ხაერში. ანუ მე არ მჯერა იმ ქმნილების, რომელიც ანვითარებს სინათლის სიჩქარეს, ჩამოდის პლანეტაზე, ვარდება, თავი აი ესე უტევს გადადებული და ინტერვიუს ართმევს ინგლისურად. ანუ მე არ მჯერა მაგ ფენომენზე. წავიდგინე, სინათლის სიჩქარეს ამ წუთას ვერაფერი ვერ ავითარებს, ერთი მზის ხივია, ხო, რომელიც ანვითარებს და რავი, თუ უცხოპლანეტელები არსებობენ, მხოლოდ მათ შეუძლიათ, იმიტომ რომ შენ რომ გალაქტიკებში გადაადგილდე, გჭირდება დაახლოებით 6 სიჩქარე, ან მეტი უფრო, ხო, არ ვიცი. Shorty was night, ესე რომ თქვა მოკლედ. ამ მაღალ ტექნოლოგიებს ფლობ. აი მე რა უნდა შემისწავლო მითხარი. ჩემი თავისა მე ვერ გამირკვევი ხშირ შემთხვევაში და რა დასკვნა უნდა გამოუტანო ამ კაცობრიობას, 1-2 გვერდი გადაშალე, რავი, ჩემი ვიდეო ჩართოს 1-2 ვიდეო და მიხვდება უკვე ვინ მართავს სამყაროს, ვინები მონაწილეობენ ამ ყველაფერში, რავი, როგორი სისხლის ღრა გავიარეთ, როგორ ხოცავდით ერთმანეთს და ამ შემდგომ, ხო? ანუ მე არ ჯერა ეგეთი სუპერ განვითარებული სახეობის, რომელიც ჩვენ გარდა არსებობს, რომელიც ეს რაღაც ჩორიდან დურბინით დგას და გვაკვირდება ეხა. ანუ არ მჯერა მე უბრალოდ. დანარჩენი ეს თემები, სხვათა შორის ეს ამერიკელებს კარგად გამოსდით, რამე რეალური თუ არსებობს, გიქმნიან ყალბ კონსპირაციებს. რომ ის წინა გადაფარონ. აი დაუშვათ ესეთი მარტივი შედარება რომ მოვიყვანოთ, აი დაუშვათ არსებობს ეს უცხოპლანეტელი. აი დაუშვათ არსებობს ეს უცხოპლანეტელი. აი ეს ზუსტად ამ კანის ფერის, ეხა წარმოვიდგინეთ, აი. ეხა ეს რომ გადაფარონ, რომ ეს არსებობს. შემოყავთ, აგერ წვანე უცხოპლანეტელი უკვე. რას ნიშნავს ახლა? ანუ რა ფსიქოლოგიური манипуляცია აქვს ჩადებული. მე შემოგიყვანენ წითელ უცხოპლანეტელს, მე შემოგიყვანენ, რავი, საერთოდ იმაზე ნარინჯისფერს, ანუ მუღამი რა არის. რომ როდესაც ერთი ჭშმარიტია, სხვა ყალბები შემოაქვთ, რომ მე დასაცინი გახადონ თქვენი თავი, რომ შენ ბრტყელი დედამიწის გჯერა? ანუ შენ იმისიც გჯერა? და ანუ სასაცილოდ გიგდებენ უკვე, ხვდებით? აი ეს ძალიან საინტერესო თემა არის ზონა 51 მაგალითად. არ ვიცი ამაზე მაქვს თუ არა მე ადრე ნასაუბრები, ალბათ მექნებოდა სადმე, მაგრამ გავიმეორებ იმას, რომ მე მჯერა რომ ზონა 51-ში უშაობენ ადამიანები მომავლის ტექნოლოგიებზე. ზონა 51 არ მჯერა რომ იქ იკვლევენ არამიწიერ ჰუმანოიდებს. ან მეორე ვერსიაც მაქვს, შეიძლება საერთოდ არაფერი ხდება. და რატო ეს ძალიან საინტერესო თეორია, მინდა გითხრათ, რომ ზონა 51-ის ლეგენდა, როდესაც შეიქმნა, რომ არიზონაში რომ შემოარტყეს დიდ ტერიტორიას ის მავთულ ხლართები და შუაში იყო რაღაც საიდუმლო ბაზა, ვითომ სადაც უცხოპლანეტელები შეყავდათ და მე ფერატ ტელევიზორებს და იმას უშევდნენ, რეალურად რატომ გონია ეს ყალბი? იმიტომ რომ როდესაც მთელი დედამიწის ყურადღება არის მიმართული ერთ წერტილზე, რეალურად სხვაგან სადაც უფრო მნიშვნელოვანი რამე ხდება, მაგალითად ალიასკაზე, გაცილებით ძლიერ სეისმურ იარაღს მოს ამერიკის შეერთებული შტატები. და შენ რო ყურადღება იქით არ გქონდეს, აი მოგატანინე ფოკუსი, აი ზონა 51 დაინტერესდე შენ, ეს არის შენი ინტერესის სფერო. და გიქმნიან ესე ვთქვათ მისტიკურ, ფალსიფიცირებულ ადგილებს, რომ გადაფარონ შენი რეალური სამიზნეები რაც არსებობს. ანუ არსებობს რაღაცა რეალობა, მაგრამ გიქმნიან ყალბებს იმისათვის, რომ ის რეალური დამალონ. და სხვას ისეთ სასაცილო თეორიებს გიქმნიან, რომ იმაშიც დაგცინონ. აი მაგალითად სასაცილოა ბრტყელი დედამიწის თეორია, ანუ სასაცილოა რეალურად, იმიტომ რომ ყველაზე მარტივი მეცნიერული არგუმენტებიცაც მტკიცდება, რომ დედამიწა არის სფეროსებრივი. აი უმარტივესი რაღაცებით მტკიცდება. აი მე სკოლის მასწავლებელი გეოგრაფიის რო არის და რავი, ფიზიკის ისიც კი დაამტკიცებს, მაგას ძალიან მარტივად. მაგრამ ეს თეორია იმიტომ შეიქმნა, რომ მე რო ვიტყვი ხა მაგალითად რომ ამ სამყაროს ებრაელები მართავენ, ეს არის ფაქტი. შემომიგდებენ მე მაგალითად ბრტყელი დედამიწის თეორიას, შემომიგდებენ უცხოპლანეტელებს იმისათვის, რომ ეს სიმართლე გადაფარონ იმ ყალბი თეორიებით. და მე გამოგიყვანა ეს კონსპიროლოგია არ არის, ამას იმ ზღაპრების არ ჯერა, ბრტყელი დედა რა შუაშებ, არც ბრტყელი დედამიწის ჯერა, არც უცხოპლანეტელების მჯერა. არც დევი ადამიანების მჯერა, რომელიც ხა დედამიწაზე დადიან. არც რაღაცა დიატროვის უღელტეხილების მისტიურობის არ ჯერა, ანუ არ მჯერა ეგეთი რამეების. ანუ ჯერა რომ უბრალოდ human event-ებია, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტები. ჯერა მხოლოდ იმის რომ არსებობენ ელიტები, რომლებიც ერთობიან ადამიანებით. ეს საკმაოდ რეალურია და საკმაოდ ავთენტური მასალები გააჩნია ყველაფერს.
მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მეორე ხალხურ ეხა მე ამ ყველაფერს ვამბობ ჩემი ცნობიერებიდან გამომდინარე, ჩემი სოფხედლობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეხა მე რო გითხათ ეხა დამიმტკიცე რომ უცხოპლანეტელი არასოს მე ვერც დაგიმტკიცებ მაგას ჯერ ეგერთი, იმიტომ რომ ვინც ამტკიცებს უცხოპლანეტელს იმან უნდა დამიმტკიცოს მე რატომ უნდა ვამტკიცო მისი არარსებობა, ვინც ამტკიცებს არსებობას იმან უნდა დამიმტკიცოს, მაგრამ ოფიციალური აგერ ხელოვნური ინტელექტი რომელიც არის ყველა ძალიან მაგრა იცი ხოლმე შენ ChatGPT-ზე ეკითხები გროგზე ვის ვკითხო აბა რომელი ხარ ChatGPT-ზე გროგზე ან Google-ის ხელოვნური ინტელექტზე ძლიერი რომელი ადამიანია სამივე ხელოვნური ინტელექტს ეკითხე ერთი ფაქტი მაინც მითხარი ან კონტაქტის ან მაგალითად ბიოლოგიური ნიმუშის ან სიგნალის ან სხეულის ან ნებისმიერი რამის რაც ასახავს რაღაც არამიწიერ აუცილებელი არ არის რომ ესეთი მწვანე სხეულის გრძელი კიდურებითა და დიდი თვალებით იყოს რაღაც კაცო ანუ ირონიულია ის რომ ჩემ არხის ლოგოზე უცხოა გამოსახული უცხო და არ ჯერა უცხოპლანეტელების. მაგრამ მართლა არ ჯერა. ხო, და ანუ ხელოვნური ინტელექტი ამას რომ არ არსებობს ამის არანაირი ფაქტი, მე ამაზე სხვადასხვა იმებს დანარჩენი რაც არსებობენ ის რაღაცა იქ როზველის ინციდენტები, იქ ზონა 51, იქ რაღაცა ზედაზენის თავზე რაღაცა მაღალი სეისმური აქტიური ზონები არის, სადაც აი სხაპრები დავიღალია იმ სხაპრები თუ გაიმის მოსმენით. Well, ადამიანს არ უნდა იმის აღიარება, რომ ამ სამყაროში არის მარტო. იმიტომ რომ რაც უფრო იტყვი, რომ იცით რა არის? მე ხო ვარ ქრისტიანი მართლმადიდებელი და ჯერა რომ არსებობს ღმერთი, რომელიც ამ სამყაროს ყავს შემოქმედი. ბევრ ადამიანს, რომელიც მე მიწოდებს, რომ მე ვარ გოიმი იმის გამო, რომ რომელი ხა ბიბლიური ღმერთების და იმის მე მჯერა, თვითონ რისი ჯერა ხა რა? უცხოპლანეტელები, კითხაობა. კარტის გაშლა, ტაროს გაშლა, რაღაც ეგეთი სულები ჯერა მე მეუნება რომ შენ ხარ უბრალოდ მორწმუნეო და ტიპს არანაირი საერთოდ. მე აგერ ისენი მაინც აქცეპტუაგინტა, სხვადასხვა წყაროები, 5600-ზე მეტი კოპირება რო ახალი აღთქმის ის მასალები, რომელთაც წერდნენ მოციქულები, რომ ეს რეალურია და აქ შეფასებები, საეკლესიო კრებები, ეს დოკუმენტების ერთმანეთთან კავშირი, საავტო სიტყვის პრეზერვაცია, ძალიან ბევრი კრიტერიუმი ის ბიბლიური ტექსტების ავთენტურობა მტკიცდება. ან ტიპი მე მეძახის რომ შენ ბრმად მორწმუნეო რეების გჯერა ბიბლიური ღმერთებისა და თვითონ ჯერა რა ვიღაცა მწვანე გრძელ კიდურებიანი შავთვალება არსება მოდის და მემაკვირდება და თან ამერიკული სამხედროები მას აგდებენ ანუ ჩემთვის უბრალოდ სასაცილოა ეს ფაქტი თორე შეიძლება კაი არსებობდნენ იარსებონ ოკეი თუ გჯერათ გჯეროდეთ მაგრამ მე მომობა ფსიქოტიპი როგორ ადამიანებს ევასებათ უცხოპლანეტელები ევასებათ ისეთ ადამიანებს რომელსაც მისტიკა იზიდავთ რა ზოგადად თქო როგორი მისტიკა აი აბსტრაქტული მისტიკა იზიდავთ ანუ მაგალითად ხო არის მისტიკა ორნაირი არის პარანორმალური და არის აბსტრაქტული პარანორმალური ხო ეხა სული რო არსებობს მეც ჯერა იდო მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ მაგრამ ჯერა იმის რომ ეხა სული აი ეხა ჩემს უკან რო იყოს ჩემზე ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ისევს ეხლა რო კადრში რამე გამოჩნდეს სასაცილო იქნება. ხო, არაფერი არ გამოჩნდა. ანუ ჯერა რომ სული არსებობს, მაგრამ მატერიალური ფორმას არ აქვს. ანუ არის გარსი, რომელსაც მატერიალური ფორმა არ აქვს. ბევრ ეხა ევასებად, ბევრ ადამიანს, აი ეს სული გავინახე, გამომეცხა და გაიარა, ჩამიარა, ხელი დამიქნია. ანუ ადამიანის წარმოსახვის ნაწილია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ანუ კონტექსტი არ ჭირდება მართლმადიდებლობას ეგეთი, რომ აი სულმა რომელიც ხა ანუ რანაირი მართლმადიდებელი ხარ, მაგალითად შენ როდესაც სულის გჯერა, რომელიც 40 დღის შემდგომ უნდა ამაღლდეს, რომ გავს წერილისა, როგორც წერია ქრისტესი, და შენ გჯერო 1 წლის მერე მკვდარი სული აქ ეცხადება? აქ. და დღისით ბზისით. და კადრში ჩდება რაღაც მაღალ ფოკუსი აფიქსირებს და რაღაც. ანუ არ ჭირდება მართლმადიდებლობას და არ ჭირდება ღმერთს ესეთი ფოკუსები. ბიბლიაში ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური თანმიმდევრობის შედეგი. მეც მჯერა სასწაულების, მეც მჯერა გამოცხადებების, მაგრამ უნდა გავმიჯოთ გამოცხადება სხვა რამეა და სული ესე დავინახე რაღაც კადრში გამოჩნდა და ხელი დამიქნია რაღაცა ბერია სულმა და რაღაც ხაპრების რო ჭერათ, ხო? სასაცილოა უბრალოდ ხალხო. მართლა სასაცილოა, იმიტომ რომ ანუ სული რომელიც ანუ სხეული რომელიც ყდება და სული გამოდის, ის უკვე გადადის აბსოლუტურად სხვა განზომილებაში, რომელსაც მატერიალური გარსი არ გააჩნია. ანუ საჭიროება არ არსებობს, ზღაპარია რაღაც 20 გრამია, 2 გრამი აკლდება ადამიანს. ანუ ესეთი რამეები, ესეთი სახის სპეკულაციები ღმერთს არ ჭირდება. ქრისტე ყველა სასწაულს, რომელსაც აკეთებს, აქვს საკუთარი ლოგიკური ახსნა, ყველაფერს აბსოლუტურად. და ყველაფერს აქვს საკუთარი ის, რომ მაგალითად რწმენის შედეგად შენ შეგიძლია მაგალითად მთა გვერდზე გადადგა. ადამიანს ამის უნარი აქვს, მაგრამ აღმოჩენილი არ აქვს. და აი დანარჩენი აბსტრაქტული სახის მისტიკა რაც არის ევასებათ ტიპებს რა ზოგი მორწმუნე საერთოდ არ არის მაგრამ ევასება ეგეთი თემები რომ აი რაღაცა დემონი გამომეცხა და იქ გამოიარა ანუ კარგით რა დემონს ვიზუალი არ აქვს დემონი ჩანს ადამიანის ბოროტ ქმედებებში რა ჯანდაბად ჭირდება დემონს შენ შედი სახე დაგანახოს როცა შეუძლია ქმედებით გააკეთოს ეს ყველაფერი
აი მაგალითად ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ იმ ფანატიკოსი ადამიანების მიმართ ვამბობ, რომლებსაც ცალპირი ემტრობათ ხოლმე ეგრევე აი ერთ-ერთი დიდი წმინდა მამა მართლმადიდებელი სახელი დამოვიწყდა, ეხლა ამბობდა ესეთ რა მის სახში მოხდა ესეთი რაღაც ბოდიშით რო გითხრათ. რომ ხატებიდან წამოვიდა მირონი. და ხალხი მიაწყდა ზღვაზე ეგრევე აი ეს წმინდანი მამაოა, წმინდანი და მამაომ რა თქვა, იცი? წმინდა მამამ. განემეშორეთო სულ ყველა. ეს ღმერთისგან კი არა ეშმაკიდან მოვიდა, რო თქვენ მე თაყვანი მცეთო. აი მას იზავდი უდიდესი ქრისტიანი და მე მაგ ადამიანს პატივს ვსემ. რომ კულტი კი არ შემოიკრიფა ბევრისგან განსხვავებით, რომელიც ყველგან იზავდა. არა, დაგმოდა თქვა, რომ ქრისტეს სასწაული სხვა რამეში ჩანს. ჩემთვის ქრისტიანისთვის სასწაული 2000 წელს წინ მოხდა, როდესაც მაცხოვარი ჩემ კუდრეთი დაღდგა და ამაღლდა სეცად. მსგავსად წერილისა, როგორც წერია. ანუ მე რაღა ვეძებო, სხვა სულის გამოცხადება მინდა ღმერთისო დავიჯერო თუ რავი ის მჭირდება, რა ქვია. აი მე ფული ვიშოვე და ფული თუ ვიშოვე ღმერთი არსებობს, მარტში მე პალასა მეხსენება და მე თუ ბევრი ფული ვიშოვე, აი ეგეთი რამეები და არ ხდება ხალხო რა, ღმერთის შეფასება. ჩვენი ღმერთი არის ძალიან დიდი ლოგიკური ბუნების მატარებელი. ძალიან დიდი, უზარმაზარი, განუზომლად დიდი მარადისობას როდესაც შენიდებ, არ ჭირდება რა ესეთი სახის ბანძი სპეკულაციები, რა იმ გარკვეული სახის სამწუხაროდ მრევლის ნაწილს რო ჩერა რა. გწამდეთ რეალურის რაც არის. ქრისტეს იგჯეროდეთ, ქრისტეს სწავლებას ვიყევით, გაანებეთ ამ უცხო პლანეტელებს, გაანებეთ ამ დემონებს, ანტიქრისტეს, ანუ ყველაზე მეტი ნახვა ხო ანტიქრისტეს უგროვდება, რატო? ქრისტეს არ დაუგროვდება, რატო იბოროტება უფრო ხიბლავთ, რა იქ ვილანი არის ანტიქრისტე და ნეტა ვინ იქნება, ებრაელი იქნება, გრძელი ფჩხილები იქნება, ივანკა ტრამპი იქნება მისი ცოლი. აი ეგეთი რამეები ვასებთ. მესმის საინტერესოა, მესმის, მე არ უარყოფ, მაგრამ ბიჭო, ის უფრო რო გაინტერესებს, ვიდრე ქრისტე, ეს უკვე მისტიციზმი, ეს არა ქრისტიანობა. ბოდიშით ახლა სხვადასხვა თემიდან გადმოვედი, მაგრამ საჭირო იყო რა ამაზე ყურადღება გამოვხლებინე, იმიტომ რომ ბოლო დროს აღარ წერდი ისეთ ვიდეოებს, რომელთაც დავიწყე საერთოდ ამარხის ისენი. და საჭიროა რომ ეს ამ თემებს ხაზი გავუსვათ რა. ან ჭეშმარიტად გაყევით რაც მართლა ქრისტეს ბიბლიას და იმას ჩვენ წმინდა წელით ჩვენ გვასწავლის და იმ გზას რაც არის ქრისტე და ამ ყალბ რაღაცებს თავი დავანებოთ რა. თორე მე მივდივართ უკვე ობსესიებში, სიგიჟეებში, ის მე დავინახე, გამომეცხადა რავი, ყოველ ღამე მარტო მძინავს, ყოველ ღამე სუსიბრნელეში. კოშმარები მესიზვრება ხანდახან. ეშმაკის დამსიზვრებია. მაგრამ გინა გითხრათ რა მიცავს ამ ყველაფრიდან. მაცხოვარი უფალი იესო ქრისტე. როდესაც ეჭვდები რომ აი მე იქნება გაიარა, როგორ გადავამოწმო. ობსესია მოგიღებს ბოლოს. არ ჯერა მაგის, შენ თუ მაგარი ხარ, უნდა დაძლიო ეგ ყველაფერი. ვერავინ ვერ სული შენზე გავლენ მკვდარია ეს უკვე შენ ვერაფერს ვერ გიზავს. შენის მითხარი რომ სატანამ შენში არ გამოავლინოს ეგ თავი და რამე არ გაცდუნოს ან რამე ან ადამიანური თვისებებით არ მიწყოს თორე. კარგი რა ეხა დემონი გამოგეცხაო ლაგამშა გარტყავს და გაგთიშავს ეხა რა. ან ქეიოთი დაგსავს ეხა იმაზე. არ ჭირდება ეშმაკს ეგეთი რამეები. ეშმაკი გაცილებით უფრო ჭკვიანია ვიდრე თქვენ გონიოთ. და დამიჯერეთ თვითონაც ეცინება ისეთი რაღაცები ახასიათებთ ხოლმე იმ ადამიანებს ვისაც მაგ საპრები შეერა. ხალხო ხო მოკლედ რა შევაფასოთ რა ეს უცხო პლანეტელების თემა, ან ძალიან გრძელი თემა ეს რწმენას ეხება, მაინც მე არ მივდივარ და ეხლა ღრმად არ ვაწვევი იმ ხალხს. გჯეროდეთ თუ თქვენ გჯერათ, გენაცვალოთ ჩემი თავი, როგორ გეკადრებათ, ეს თქვენი საკითხია. მე ამაში მტკიცებითი ფორმით ვერ შემოვალ, როგორც სხვა თემებზე მახასიათებს ხოლმე, ეს თვითონ თქვენი ნებარი დაიჯერებ თუ არა, მაგრამ მე მჯერო ტრამპი ამ ყოველ მასალებს იმიტომ იყენებს და ეპშტეინის ფაილები გადაფაროს. და ის პასუხისმგებლობები, რომელიც ამჟამინდელ ადმინისტრაციაში მყოფ ადამიანებს ეკისრებათ, რომლებიც იმ კონსულზე, იმ სატანურ რიტუალებში მონაწილეობდნენ. ეს არის ფაქტი. ეს არის ორი აზრი არ გაუვა და მეორე თემა ირანის თემის გადაფარვა უნდათ რა გამოაქვეყნე რაღაც სისულელეებს აი წავა ამერიკაში ახალი ტალღა კონსპირაციები მწვანე თვალება არსება უცხო პლანეტელი მედიტირებს და რაღაც ხაპრები ხალხო დამიჯერეთ მნიშვნელოვან თემებს ფარავენ fake თემებით ეს არის ამერიკული ხელწერა ამერიკაში როდესაც რაღაცა რეალობა ხდება ყოველთვის იქნება მისი კოპიო ყალბი რაღაცები იმისათვის რომ რეალობას მოგწყვიტონ და იმისათვის რომ ყალბი ინფორმაციად გამოგიტანონ ტვინი ამიტომ მე ვარსებობ მაგისთვის რომ დავიცვათ მაგ ყალბი ინფორმაციისგან თავი რავი თუ მეთანხმებით დაალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი გააზიარეთ ეს ვიდეო თუ არ მეთანხმებით რავი მაინც დაალაიქეთ იმიტომ რომ რავი მე ხო არ გითხარით კაც სულელები ხართ ვისაც გჯერათ მეთქი გჯეროდეთ ძმაო თქვენი ინება არის მე არ ვიხები არავი ადამიანის რწმენას გჯეროდეს ოკეი ეს არ არის ჩემი იურისდიქცია პოლიტიკა ფილოსოფია ბოდიშით პოლიტიკა სოციოლოგია და ფსიქოლოგიური საკითხები რო ხა დავიწყო რაღაც ემპირიულებით მტკიცება რომ ესესია და ესესია ან თუნდაც ფილოსოფია რა რო ეპისტემოლოგიურად მივუდგე რა არის სწორედ და რა არა ბიბლია თუ ისლამი ანუ ეს სხვადასხვა თემა არის ეს არის უცხო პლანეტები რომელიც ან გჯერა ან არ გჯერა
მაგრამ ოფიციალური წყაროების თანახმად უცხოპლანეტელების არანაირი კონტაქტი არ ფიქსირდება. რა ვისაც აქამდე გეგონათ სიმართლე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ყველაფერი. და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მოდი დაგემშვიდობებით რამოდენიმე დღით, დროებით.